მოგესალმებით ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. გადაცემის წარმომადგენელია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაკი. უკვე ცუდ ტრადიციად მეგცა გადაცემის სოლიდარობით დაწყება, როგორც ისიც კვლავ ციხეში რჩება ჩვენი გუნდის წევრი ონისე ცხადაძე და რუსული რეჟიმის სხვა პატიმრები. სოლიდარობას უცხადებ მათ და უსურვებ მალე გათავისუფლებას ძვირფასო ტელემაყურებლებო. ვიწყებ ცენტრალური თემით. 20 იანვარს გაიმართა ტრამპის ინაუგურაცია, შთამბეჭდავი და გრანდიოზული ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაცია. შთამბეჭდავი. ახალი პრეზიდენტის წარდგენა, ფიცის დადება, მისალმება, სიმღერა, დამსწრე საზოგადოება, ყველაფერი გრანდიოზულია, მაგრამ ჩვენი არალეგიტიმური პრეზიდენტის ჰაბიტუსს მაინც ვერაფერი ვერ აჯობებს. ვერაფერი. ჩვენსაც უკეთესი აქვს მართლა ჰაბიტუსი ჩვენის. ჯერ როგორი შარმიანია, ცარიელი შარმია. საერთოდ არ ითხოვს მისი შარმი ინტელექტს. საერთოდ არ ჭირდება. არ ჭირდება, იმიტომ აი თვითონ შარმი გავიწყებს ყველაფერს. ნახოთ როგორ ეხმაურება ტრამპის ინაუგურაცია საქართველოს არალეგიტიმური უდიპლომო პრეზიდენტი ზემოხსენებულ ღონისძიებაზე კი არ მიიწვიეს ეს ადამიანი და ნახოთ რა განცხადება როგორ მიულოცა. იმედი მაქვს ტრამპის ლიდერობით საქართველოს აშშ-ის ურთიერთობების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას შევძლებთ. თვისებრივად ახალ ეტაპზეო. ყაվել ძმობას გაფიცებ. ეს ახალი სიტყვა აი სად ისწავლე გაფიცებ თვისებრივი. არ გინდა რა. ეს ჩიქორთული ქართული არაა შენი. აი როგორ აი რომ გეთქვა თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას შევძლებთ ეს დედანაკაჩიო. აი უკვე შენია მიხვდი ყაվել და ნუ დაკარგავ ინდივიდუალურობას, ამიტომ ჯობია რომ აი ეგეთი ტერმინოლოგიით ილაპარაკო. ინაუგურაციაზე ძალიან საინტერესო იყო დონალდ ტრამპის მიმართვა. ერთ-ერთი განცხადება განსაკუთრებით დამამახსოვრდა, ნახოთ ეს განცხადება. მხოლოდ ორი გენდერია, მამრობითი და მდედრობითი. ტრამპის ამ განცხადების შემდეგ პატარა მიწისძვრა დაფიქსირდა საქართველოში. ამდენი დაჭიმული მამაკაცი რომ ერთდროულად მოდუნდა, შეყანყალდა მიწა ძვირფასო ტელემაყურებლები. ტრამპა ფაქტობრივად თქვა, რომ ქალი ქალია და კაცი კაციაო. აი ახლა ეს მინდოდა მე. ამ ხელა ექსპორტი ჩამივარდა. ძლივს ვიპოვე ამერიკაში მაღაზიათა ქსელი, რომელიც კაცის რძეს ჩაიბარებდა და რა უკვე ახლა საცავიღო, აი ჩამომექცა ამ ხელა კაცის რძის ბიზნესი თავზე. ტრამპმა არ გაიხაროს მაგან. რამდენი კაცი მოუწელი არა და სულ ტყუილად. რამდენიმე მოწოლის დროს წიხლიც კი მომცხო, მაგრამ აი რა ვიცი, რა ნაწვალები მაქვს თქვენ არ იცით, მაგრამ როგორ შეიძლება ესეთი რაღაც. ერთი სიტყვით ტრამპის და კასპის მერის მოსაზრება დაემთხვა ერთმანეთს. გიხაროდენ საჯიშე ქართველებო. 4 წელი გათხოვება არ გვემუქრება. ინავარდეთ და იშრიალეთ თბილისის ქუჩებში ჩვენო ტანწერწეტა და ბრგე ტალიკა ბიჭებო. ვერც ერთი მამაკაცის მკლავები ვერ ჩაიკრავს ჩვენს უმანკოს სხეულებს. საქართველოში გადმოვინაცვლოთ ძვირფასო მეგობრებო. მინდა მოგილოცოთ სასიხარულო ამბავი. დაგვიბრუნდნენ ჩვენი სასიქადულო მამულიშვილები. ქვეყანაში დაბრუნდნენ უდაბნოს არწივები. ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა. როგორც ცნობილია, გაერთიანებული არაბთა ემირატების სასამართლომ მათ $80,000 გადაახტევინა. ამ თვეში ორი მნიშვნელოვანი ტრანსფერი განხორციელდა. ნაპოლიდან PSG-ში 70 მილიონად ხვიჩა კვარაცხელია გადავიდა. მეორე ქართულმა ოცნებამ 80,000-ად აბუ-დაბიდან ირაკლი ზარქუა იყიდა. ჩემი აზრით ზარქუა და სანიკიძე გინესის რეკორდების წიგნში უნდა შევიყვანოთ ადამიანები, რომლებმაც Coldplay-ის კონცერტის ბილეთში $80,000 გადაიხადეს. თავიდან ბიძინა ირაკლი ზარქუაში 9 აკლემს სთავაზობდა.
იქაურ მთავრობას, მაგრამ მე გადაიფიქრა, აკლე მაინც სულიერი არსებაა და თან გაცილებით ძვირფასიო და ამიტომ ჯობდა რომ თანხა გადაიხადა. ისე 80,000 მართლა რამ გადაახდევინათ. ძალიან უყაირათოდ ხარჯავენ ქოცები ფულს. მე ვერ ხვდები ამდენი რატომ გადაიხადა ზარქუაში. მაგ ფასად ხო? 4 ოპოზიციონერს იყიდი. 4 კაი პოლიტიკოს იყიდი, ჩვეულებრივად. შენც მოგებული დარჩებოდი და თვითონაც ერთი სული აქვს, როდის დაურეკავთ. ერთი სული აქვს. ქვეყანაში გრძელდება მოქალაქეების უწყვეტი პროტესტი, უკვე 58 დღეა ადამიანები აპროტესტებენ არალეგიტიმურ მთავრობას და ითხოვენ ახალ არჩევნებს. ოცნება ცდილობს არ შეიმჩნიოს ეს დიდი პროტესტი და სასამართლოს ხელით ატარებს სადამსჯელო ღონისძიებებს. ძალიან საინტერესო პერფორმანსი ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ პროცესზე. მოდით ვნახოთ ეს ვიდეო. სასამართლოში სიმღერა რო დაიწყო ამ ბიჭმა მოსამართლემ ავტომატურად ხელები ესე ამოძრავა, იმიტომ რომ მაინც ხო იცი მიჩვეულია და ერთ ბორბლიანი ველოსიპედი არ ქონდა, თორე 1-2 წრესაც შემოარტყავდა სასამართლოს შენობას, მაგრამ ბოლოს მაინც საცირკო წარმოდგენით დაასრულა პროცესი. ალე ჰოპ და გაუშვა პატიმრობაში ახალგაზრდები. დასხო ეს ალე ჰოპ და მაინც ცირკია და ძალიან ორიგინალური პერფორმანსი იყო, ძალიან მომეწონა, მაგრამ მეგობრებო, მე მაინც გავმიჯნავდი ცირკს და სასამართლოს. ცირკი ბევრად ჯობია ქართულ სასამართლოს. ცირკში ცხოველები იქცევიან ადამიანებივით და სასამართლოში მოსამართლეები იქცევიან ცხოველებივით. ანუ ეს განსხვავებაა. მოდით ვნახოთ რა ჩვენება მისცა სასამართლოს ბათუმის პოლიციის უფროსმა, რომლის საფუძველზეც პატიმრობა მიუსაჯეს მზია ამაღლობელს. ნახოთ. პოლიციის უფროსმა ირაკლი გებუაძემ განაცხადა, რომ მარჯვენა ლოყასა და ყურის არეში აღენიშნებოდა სიწითლე და განიცადა ფიზიკური ტკივილი. და დაზარალებული ამბობს, რომ დღემდე ფუას ტკივა. ფუა და ბუათი თუ არ შეაშინა ისე საჭმელს არ ჭამს. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამერიკის სანქციებს ელოდება და ცდილობს ყველა ქონება საქართველოში გადმოიტანოს. დაარეგისტრირა ახალი კომპანიები, დააფუძნა შეპესეები, მოკლედ რომ ავხსნათ ხო ბიზნეს საქონელს მზე მოადგა და აპირებს ჩრდილში გადმოაბას. მაგრამ სანქციების სიმხურვალე ძალიან ძლიერია, წესით საქართველოს ჩრდილშიც უნდა დასწრეს ოლიგარქის საქონელს. მე მინდა ბატონი ბიზნა დავაწყნა, რომ ასე ერთიანად ვერ მოგერევიან ბატონო ბიზნა. პირველი სანქცია იქნება რთული. მეორე სანქცია საგრძნობლად უკეთესი. მესამე სანქცია საკუთარ თავზე და ჯიბეზე იგრძნობდა. აი მეოთხე სანქცია იქნება ძალიან კარგი. მაშინ გახსოვთ როგორ გველაპარაკებოდით ხოლმე ჩვენს ცხოვრებაზე და ჩვენც ახლა თქვენს ცხოვრებაზე გესაუბრებით ასე. ეს იქნება უკვე დაუვიწყარი სანქციების ტალღა. როგორც ცნობილი ხდება, დიდი ბრიტანეთის აპირებს ბიზნა ივანიშვილის დასანქცირებას. ამ ამბავს ძალიან მკაცრი განცხადებით უპასუხა ქართული ოცნების პოლიცსაბჭომ. ნახოთ ეს განცხადება. ბიზნა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში დიდი ბრიტანეთის ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. განაცხადა იმ პარტიამ, რომელიც ბრიტანეთის სანქციების შემდეგ საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. საერთოდ ამ დიდ ბრიტანეთს ცოტა დიდხანს ხო არ გაეწელა ავტორიტეტი. მაგათი ავტორიტეტი ჯერ კიდე იქ უნდა დასრულებულიყო მამაც გულში რა იკადრეს და რა დამართეს მელ გიბსონს. კაცი სახალხოდ გაფატლეს. ხო და ეგ რომ გაუვიდათ და მოადგნენ ამ ღვთისმიერ ბიძინას. ეს სისხლის მსმელი უავტორიტეტო ბრიტანეთი, ეს უილსონები ესენი, ვინ არიან? ალბათ აი ასე ილანძღებიან ქოცები, როდესაც თავსზევით ძალა არა აქვს. ამიტომ აი ესეთი ვარიანტი აქვს. ამ უდიდეს პოლიტიკურ ტრადიციების ქვეყანაზე იძახიან ოცნების წევრები, მისი ავტორიტეტი წარსულს ჩაბარდებაო. ძალიან მედარდება მე დიდი ბრიტანეთი. მან კაი პრემიერები წარამარა იცვლებიან და თავს უშველია როგორ, მაგრამ მეფე ჩარლზი მეწოდება, ეგ უბედური ეგა. ბიძინას დასანქცირებით ასე თავლაბ დასხმულმა რომ უნდა იაროს ლონდონის ქუჩებში, მაგიტომ მეწოდება.
ჯერ რამდენი ხანი ელოდა მეფობას. რამდენი ხანი ელოდა მეფობას და გახდა მეფე და აი ნახე უკვე ჩამოექცა და თავლაბდასხმული და უნდა იაროს. რა აზრი აქვს მაგის ცხოვრებას? გადადგეს, წავიდეს სხვა დანიშნოს. შვილიშვილი, შვილთაშვილი, რა ვიცი ვინმე. ივანიშვილის ყველაზე საფრთხის შემცველი არის ბრიტანეთის სანქციები, რადგან ოლიგარქის ქონების უდიდესი ნაწილი სწორედ ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ქვეყნებში არის დარეგისტრირებული. მე ხელთ ჩამივარდა ივანიშვილის იმ ქონების ჩამონათვალი, რომელსაც ემუქრება სანქციები. როგორც ირკვევა, დაახლოებით ქართული 95 კომპანიაა, მაგრამ აი ნახეთ ერთი წუთით. აი გრაგნილი. ბრიტანეთიდან გამოგზავნილი გრაგნილია, თუ შეიძლება გაგაცნობთ ახლავე. მაშასე დავიწყოთ. ბახმანები, ბუხმანები, ფინანსები, ნაგროვები, სანიკიძეს ზარქუები, აბუ-დაბში ნაჯდომები, სანქციები დაწესდება ბიზნესთვის, ბერასათვის, სოტნე, უტა, ადიკოსთვის, ხვედელიძე ეკასათვის. იმისთვის, რომ ივანიშვილს მოუვიდა ზედმეტები, დაუცებ გასაჯაროვდა მისი ბნელი სეკრეტები. დასაქცინდა ოლიგარქის ყველა ბიზნეს სეგმენტები, აქსის თაუერსები და ჰაიდელბერგ ცემენტები. შეკვეთილშიც ვეღარ წავა, ვეღარც ტყეში იმალები, პინგვინების დასანქცინდნენ თავის ვეტერინარებით. კოკროჭინა ლემურები და სხვა ჩამოთრეულები, შეკვეთილში ნაკვეთები, ჩინოვნიკის ნაკეცები. აქ პიკასოს დონა მარი, იქ ბედიას სოფოს ქმარი. ვასანქცირებთ ყველა ხაზით თავის ნუცა ბუზალაძით. დაიბლოკა ოფშორები, დავაყარეთ ქოქოლები. თანხას ვეღარ შეინახავს პოსტსაბჭოთა ბობოლები. კაიმანის კუნძულები, თანხა გადა კუჭულები. სანამ ესეც დაიბლოკა, დააყენეთ დუნდულები. სანქცირდება კომპანია ოლიგარქის მართულები. აქსისი და ფონდი ქართულ კარფურები, შმარფურები, პინგვინები, შპინგვინები, ზებრები და ნახატები, მანე, მონე, რემბრანდტები და პიკასოს ნაქარგები, ფული რუსეთს ნაგროვები, უკადრებელ ნაკადრები. იბლოკება ოქროვერცხლი, ბიტკოინი, კობალტები, სამუდამოდ იკეტება პარაგრაფის კომნატები. დაპაუზდეს ბლექსი შოუ, შეუჩერდეს ლაივები, ვერ იმღერებს ვერც სტინგი და ვერც მაარონ ფაივები. ბრილიანტი, მარგალიტი, ზურმუხტები, დალალები, მდინარაძეს კოჭები და კობახიძის დალალები. თალაკვაძის პოემები, ლექსები და მოთხრობები. ალაზანზე მოფრთხიალე, თავმომწოდე ხოხობები. თუკი უფრო მკაცრი გავხდი, ნუ შემრაცხავთ გულიანად. სანქციები დაგიწესეთ ყველას დედაბუდიანად. აი ესეთები მოვიდა იქიდან. იქიდან ესეთები მოვიდა. რა იქნება მომავალში? როგორ დაამტკიცებენ ეს უკვე ნახოთ ბრიტანეთს, ნახოთ დაველოდოთ. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ სანქციების მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს არ ეშინია, ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენების მოლოდინში არიან. ამის დადასტურებაა პროპაგანდისტული ტელეკომპანია იმედის დირექტორის ირაკლი რუხაძის ინტერვიუ. ნახოთ ორი ამონარიდი ამ ინტერვიუდან. ის კვირა, როცა იმედთან შეხება არ მაქვს, ჩემთვის უფრო კაი კვირაა. სულ დაძაბულობა, სულ რაღაცაში ხარ გახვეული, ამბობს. ახლა მეორე. ან BBC მაქვს ჩართული, ან CNN-ი, როგორც წესი, იმედს არ ვუყურებ. რაღაც განსაკუთრებულ თუ არ ხდება. იმედს არ ვუყურებო, იმედი როცა არ არის, ის კვირა კარგი კვირაო ჩემთვის. მოკლედ რომ ვთქვათ, ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია იმედზე თქვა, რაც გინდა ის დაუძახეთ. სანქციების ისე შეშ. რუხაძის საქციელი გავს 90-იან წლებში ქართველი დიასახლისების საქციელს. კარგ შოკოლადს ხელი არ მოკიდეო, ეგო სტუმრებისთვისაო, ხო გახსოვთ და ბავშვებს რომ რაღაცა იაფასიან კამფეტებს რომ გვაჭმევდნენ. ხო, ესე გვაჭმევენ ხალხს იმედის საზღვარ პროპაგანდას და თვითონ უყურებს გენაცვალე BBC-ს და CNN-ს. თვითონ ფლობელი არ უყურებს იმედს და ჩვენ გვაყურებინებს. ესე იგი, არ უნდა მაინც რომ ტვინი დაუბინძურდეს პროპაგანდით, თორე ცოტა ხანი ამან იმედს რომ უყუროს, შეიძლება თვითონვე დახუროს ეს ტელევიზია. ისე რაც ვერჩი ამ რუხაძეს ვერ გავიგე. არ უნდა და არ უყურებს. რა არის ამაში დაუჯერებელი? მეც აგერ ახლა მე-19 წელია გადაცემა მიმყავს და ერთხელაც არ მინახავს. აი ერთხელაც არ მინახავს ეს გადაცემა. რა გადაცემა? აზე არა ვარ. რა გაცინებთ? აი
არ ვიცი რა, აი ვინ ახარ თქვენ საერთოდ? ვინ ეს ხალხი? ბაყურებლები ხარ თუ ვინ? რატო იყურებთ? არ ვიცი, არ მინდა არ ვცნობ საერთოდ. აი ვინ არიან და უყურებთ გადაცემის მე არ ვიცი რა გადაცემაზე ვლაპარაკობ და მაგიტო. ოჰ ეს კოხტა გოგო მიწამოსკოპულა აქ. აი ხო გეუნები და არ უყურებთ, არ ვიცი ამ გადაცემის შესახებ. პირველად ხედავ აი ამ ხალხს. სანქციებს რა უთხარი, რას არ გაკადრებინებს ადამიანს თვითფასო მეგობრებო. მონოლოგის ბოლოს შეჯამება რომ გავაკეთოთ, იმედის მფლობელი იმედს არ უყურებს, მოსამართლე უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებს, სამართალდამცავები კანონებს არ ღვევენ, ოლიგარქი გაკოტრების პირას არის, არალეგიტიმური მთავრობა ამბობს, რომ ტრამპთან ერთად დავამარცხებ Deep State და ევროპას გავათავისუფლებთ ოლიგარქიული მმართველობისგანო, მოკლედ, იცით ქვეყანაში როგორი სიტუაციაა, ერთი წუთით. ოდიში მუსიკალური მონაცემები მთლად კარგი არ მაქვს, მაგრამ მაინც რაღაც გამომივიდა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკალურ თაფლოვანს ბენდი თამუნა ლეკვეშვილის ხელმძღვანელს. მადლობა. გადაცემის წარმომადგენია PSP